მოგესალმებით ყველას. დღეს ვიდეოში ვისაუბრებ იმ ფაქტორზე, ახლა მაქვს ხეხილის შესაწამლე. ვაშლები არის, ატმები არის. ახლა ვაკეთებ ნაზავს, ეს ახლა ჩვენ რასაც უყურებთ, ეს არის კირი. შაბიამანი და კირი 3%-იანი ნაზავი უნდა გავაკეთო. ამისთვის უნდა ჯერ დავაყენო ეს არის კირი 3%-იანი ნაზავი ჭირდებათ უკვე ხეხილს შაბიამანი და კირი ძველი მამაპაპური მეთოდით რომ მოხდეს მათი შეწამლა. ამისთვის 3%-იანი კირი როგორ უნდა გაკეთდეს შაბიამანი და კირი 100 ლიტრა წყალში იხსნება 3 ლიტრა კირი, 3 ლიტრა შაბიამანი. ამ შემთხვევაში ჯერ ცოტა ხანი 3 კილო კირი ვედრაში უნდა ერთი ღამით ჩავდოთ, დავასხათ რაღაც ზომაზე წყალი და კირიც ვედრაში უნდა ჩავკიდოთ 3 კილო და შემდეგ ამათი ნაზავი უნდა 100 ლიტრა ბოჭკაში გავაზავოთ. ამ შემთხვევაში მე არ მჭირდება 100 ლიტრა და მე ხმარობ 50 ლიტრას. 50 ლიტრაზე კილო ნახევარი მაქვს შაბიამანი და კირი ჩადებული. აი ახლა აგერ არის შაბიამანი, რომელიც ჩავდევი აქ ჩაკიდული მაქვს, აი ეს არის ჩაკიდული ვედრაში, აი ესე. ეს არის კილო ნახევარი, რომელიც მთელი ღამე იქნება, აი ესე ჩაკიდული, მთელი ღამე იდება და შემდგომ უკვე მოხდება შეზავება. აქეთ ამ მხარეს მაქვს შაბიამნის ნაზავი და კირის ნაზავი. გარეული უბრალოდ რომ მოვახდინოთ შეწამლა ამ ყველაფრის. ამისთვის საჭირო არის მხოლოდ %-იანი ნაზავის გაკეთება. მეტი არ შეიძლება შესაწამლად. მე არ მაქვს ეზოში ბევრი ხეხილი. ამისთვის დავაკეთე კილო ნახევარი კირი, კილო ნახევარი შაბი და ესენი აურიე ჩავდებ და ხვალისთვის სავარაუდოდ ესენი იქნება მზად და მერე მოხდება მათი გაზავება მთლიან წყალში და შევწამლე ვაშლებს, მსხლებს, ხეხილს, რომელსაც უჭირს. და წელიწადში მაგალითად 3-4 ჯერ, 5 ჯერ, 6 ჯერაც შეგვიძლია შევწამლოთ. პირველი შეწამლა იწყება სანამ კვირტი გამოვა. მაგ შემთხვევაში 5%-იანი კეთდება შაბიამანი და კირი. 5%-იანი შაბიამანი და კირი რო გავაკეთოთ, ამ შემთხვევაში 100 ლიტრას უნდა 5 კილო ერთი, 5 კილო მეორე, 5 კილო კირი, 5 კილო შაბი. ეს 5%-იანი მხოლოდ სანამ კვირტი გამოდის პირველი შეწამლა. შემდეგ უკვე 3%-იანი იწყება და მეორე შეწამლა მოდის, როცა უკვე არის დაახლოებით ხილის ხელა ნაყოფი. და ძალიან კარგი რამ არის ამ შემთხვევაში ყველაფერი იწამლება, პამიდორიც, კიტრიც, ვაზიც, ყველაფრის შეწამლა შეიძლება. აცი გვეცოდინება ყველას რომ შაბიამანის და კირის ნაზავი როგორ გავაკეთოთ. აუცილებელი არის ნაზავი გაკეთდეს ცალ-ცალკე ვედრაში. კირი არაფრის დიდებით პლასმასის ვედრაში არ ჩადოთ, იმიტომ რომ კირი იწყებს წვას და პლასმასის ვედრა გახურდება და დაიწვება. ახლა ამას ხელს რომ მიადო, აი გავარვარებული. ამ შემთხვევაში უნდა იყოს რკინის ვედრა.
შაბი ჩვეულებრივად შესაძლებელია პლასმასის ვედრაში გაზავდეს და ცალ-ცალკე ვედრაში კილონახევარი. ახლა მე მაქვს 50 ლიტრაზე, მეტი არ მინდა, თორე ისე 100 ლიტრა წყალზე ისხმება 3 კილო კირი, 3 კილო შაბი. ეს უნდა იყოს მთელი ღამე, 24 საათი მაინც რომ კარგად გაზიავდნენ და შემდეგ ამათ ორივეს შევაზავებ დიდ ბალონში. გადავაზავებ და ბალონში და მივიღებ უკვე მზა პროდუქციას. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა. ახლა იწყება უკვე გახსნის პროცესი. ეს ორივენი არიან დამზადებულები და ახლა ვიწყებთ ამის გაზავებას. ამისთვის მაქვს ვედრა აღებული, რომელიცაც მაქვს გადაფარებული მარლა და ამ მარლაში ჩავასხავ ჯერ კირს, შემდეგ შაბს, ერთმანეთში შევურევ და დავასხავ უკვე 40 ლიტრა წყალს, იმიტომ რომ ისინი ორივენი არიან 10 ლიტრა წყალი. დასხმული აქვს ზედ 10. და გამომივა უკვე 3%-იანი ნაზავი. 50 ლიტრაზე არის კილონახევარი კირი და კილონახევარი შაბი. შაბიც გადნა, დარჩა რაღაცა ძალიან ცოტა 50 გრამი. ამებს ჩავასხავ. გავაზავებ ჯერ ერთს, შემდეგ მეორეს და გავასხავ წყალს და მივიღებ უკვე შედეგს. ლასტი რამე ნაგავია. აი, ეს ნაგავი არ მინდა. ახლა ამას გადმოყვება. ეს ნაგავი უკვე არ არის საჭირო. ამიტომ ამ ნაგავს გამოვასუფთავებ და მე უკვე იმას დავასხავთ. ასე უკვე გვეცოდინება რომ როგორ შევწამლოთ თუნდაც ატმები. ატმები იწამლება 3%-იანი კირით და შაბით. თავდაპირველად უნდა სანამ კვირტი გამოვა 5%. სხვა ყველაფერი გასაგებია, მე მგონი ეს არის ჩვენი ძველი ტრადიციული მამაპაპური მეთოდი, როგორც აკეთებდნენ ძველად. მადლობა ყურადღებისთვის. ახლა აი კირი. აი ხო კირი მქონდა, კირი ჩავასხა, ახლა კირიან ვედრაში შაბი ჩავასხი და აი შეხედე როგორი ლურჯი არის ეს შაბი. გამხდარი ამ ვედრიდან გავასხე აქ. ამასაც როგორია ჩვენი შაბი. იქ უკვე ნაგავია. ეს ნაგავი აუცილებლად უნდა აი ბიჭები როგორ გამოიყურება შაბი. დავუშვათ. ავაკეთოთ, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ჩვენი მამაპაპური ტრადიცია, როგორ იწამლებოდა ვაზი, როგორ იწამლებოდა პამიდორი, კიტრი, როგორ წამლავდნენ ჩვენი წინაპრები სხვადასხვა ხეხილს. ატყეთ. აჰა. შვენიერი. ახლა ამაზე დავასხავ, უკვე მოვიტან წყალს. და დანარჩენი ნახოთ ბიჭები. ნახოთ რა იქნება. მე ჩავასხავ აპარატში და შევწამლე. აი აგერ უკვე აკეთდა ნაზავი.
რომელიც გავატარე მარლაში და მოახდინე შეზავება უკვე დავასხი 40 ლიტრა წყალი ზემოდან, სულ 50 ლიტრა. 10 ლიტრა წყალში თვითონ ეს ხომ გახსნილი კირიც და შავიც და ახლა დადგა აი ესეთი ფერის კადრში ალბათ ფერსაც დაინახავთ მაყურებელი. ახლა ზოგიერთი ადამიანი ეტყვის იმას, რომ დღეს 21 საუკუნე არის და ამ კაცს რა უტყდა შაბის და კირის ძველი მამაპაპური მეთოდით გაკეთებოდა. მაგალითად შარშან ვიყიდე ის რაც იყიდება ფხნილებში, რასაც ყიდიან აგრომაღაზიები და სულ გამიფუთდა ვაზი. ისეთი ნაგავი იყიდებოდა, რომ მოგეხსენებათ, ვისაც შეხება აქვს სოფლის მეურნეობასთან, ის ადამიანები აუცილებლად ამეთანხმებიან, რომ 2016 წელს შემოდგომით ვაზი იყო აბსოლუტურად 40-50% მაინც განადგურებული. ჩემთან თითქმის განადგურებული იყო, იმიტომ რომ ვარგისი წამალი შემოდის ადამიანებმა. მხოლოდ ვიცით, ადამიანებმა იციან ფულის გაკეთება მხოლოდ. არ შეიძლება ესეთი რამ. იყიდება 1000 ოხერი წამალი, რომელიც არ არის წამალი. არის ფერი. აი ყველაფერი ესია რა, დღეს თაღლითობის გზით ცდილობს ხალხი ამ გლეხი კაცისგან თუ პატიოსანი ადამიანებისგან ფულის გაკეთებას და ცოდვა ეს დღევანდელი გლეხი კაცი ცოდვა შესჩერებია წლიდან წლამდე მოსავალს, ხეხილს და წამალსაც კი უარგის აძლევენ და ყიდიან. ამიტომ ჯობია მეგობრებო, ჩვენ თვითონ დავამზადოთ და გვეზარება. როდესაც პატარა ფართობი გვაქვს, როდესაც დიდი ფართობი გვაქვს, ამისთვის უკვე დიდი მასებზე მიდის საუბარი, დიდი არაფერი არ უნდა. ჯობია ცოტა ვიწვალოთ და კონდეს ჩვენი გაკეთებული რა, ჩემი აზრით. თანამედროვე წამლები არის ძალიან ბევრი, არ ვამბობ, რომ არ არის. არის, რა თქმა უნდა, საქართველოში არ შემოდის, თორე რაღაც სხვა ქვეყნებში ორიგინალი აქვს. ან შეიძლება საქართველოშიც არის, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს. ამიტომ მე ურჩევდი, რომ ამით შეწამლეთ 3%-იანი შეწამლეთ პამიდორი. ნახეთ, როგორ ყოჩაღად გამოიყურებოდა ეს კიტრი, პამიდორი. შეწამლეთ, მეგობრებო, ატმები, ვაზები. ნახავთ რას გააკეთებს მე. ნახავთ რას გააკეთებს. მადლობთ ყურადღებისთვის და ახლა ამ ყველაფერს ჩავასხავ. იმას აღარ გადავიღებ ახლა როგორ ჩავასხავ და როგორ შევწამლი აპარატს. მე მგონი ეგ უკვე ყველამ კარგად იცის. ახლა მაგდენი. ნუ გადამაღებინებთ მაგდენს. რა უნდა ამას უკვე არეულია. ჩაასხი აპარატში და შევწამლოთ აპარატით. იმედია საინტერესო ვიდეო გამომივიდა. იმედი მაქვს საინტერესო ვიდეოებს გადავიღებ. რა ვიცი, ზოგს მოეწონება, ზოგს არ მოეწონება, ზოგი რა სიტყვის. ეგ ნაკლებად მაინტერესებს ჩვენი მამაპაპური მეთოდები რომ არ დაიკარგოს. ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად. დიდი მადლობა. მადლობა ყველაფრისთვის. აი უკვე ეს არის შესაძლებელი. და
ახლა მე ვნახოთ შეწამლული როგორი იქნება. აი აი მეგობრებო ბავშვობაში თუ გინახე ხილი ზე რო ქონდა ესეთი რაღაცეები მომწვანა მომცისფერო ხდება მე რა შეწამლაც ეს ხეხილი უკვე არის ნატურალური. გენაცვალე ბიჭები, ბიჭი. შემოქივლე. ბარაკა, ბარაკა. ბარაკა. შაბით და კირით ძველი მამაპაპური მეთოდით წამლის მიღება. აჰა. ბიჭები. ცოტა შეშრება და მეორე პლუს გავუშვი. ამათ იმდენად არ უჭირთ, როგორც ერთი ატამი მაქვს იმას უჭირს და ძალიან. აი, შევწამლეთ. შეწამლული როგორ გამოიყურება. აჰა. ესე ჩვენი შეწამლული. არა კიდე გადაული. კარგად უნდა შევწამლო. გადაულეთ. ჩემი პატარა პამიტურები. აი ვნახოთ როგორ გამოიყურება უკვე შეწამლული. შეწამლული.
აი ესეც. როგორ გამოიყურება უკვე შეწამლული. აი ბიჭები. რომელიც არის ბევრად ეფექტური და ბევრად კარგი. ახლა გაჩვენებთ კიდევ ერთად. რომელსაც ძალიან უჭირდა ჯერის შევწამლე. აი აქ. ესეც როგორ გამოიყურება, როგორი ეფექტურია. აი ეს გაყოლება სულ შეწამლული მაქვს აიქ. აი მასე კედელზე გაშვებული მაქვს ვაზი და სულ შეწამლულია. აი როგორი ეფექტურია. აი ესეც როგორი ეფექტურია. აი ნაყოფი. აი ნაყოფი. აი აგერ შეწამლულები. ისინიც პამიდურებია, პატარებია, ჯერის ხოჯიშია და პატარებია. აი ესეც რომელსაც უჭირდა ჯერის იწამლება. მერე სულ ყველა შეიწამლება რამოდენიმე დღეში, რომ ამას მეორედ მოუწიოს შეწამლა. აი ეს კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის და იმედი მაქვს საინტერესო ვიდეო გამოვიდა. მადლობა. უბალს და მადლობა საზოგადოებას.